Niçes? ჩამოვარდა ეს რა იყო? მოდი აქ ჭის. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ეს გამოვედი ქათამზე სანადიროთ. ძაღლები და შვენერი ამინდია. სამ დავდგები საღამოს გადაფრენაზე ჯერ გავივლი ძაღლებით იქნება რამე აღვაფრინოთ. კიდევაც ასევე შეობა ახალ წელს. ეს გვაქვს უკარო ამინდი და ზეა როგორც იქნა იმის მერე ამინდი სამოვიდა და გამოვედი მე სანადიროდ. ნახოთ კათამი უკვე გვახარებს დღეს. რა წყალი დღეს რა არის? რატო დგას ასეთი წყალი აქ? სადა მოფრინდა გიმა. არა და ვიცოდი აქ რომ იჭდებოდა ყველგან წყალი იყო მშრალი ადგილი. როგორ დამიფარაბელი ნამხი. ეს თმელა აქ რო ყოფილიყო. გავაპოვდი მაგას შუაზე. აქ როგორ უნდა გაძრე. კაი ადგილები ეში. აქ ვერც კეისრი. გადახვალ. ძლიშ ვახცინე. ძლიშ. ჩესი. ეს რა ადგილია? აქ იქნება კათამი. უნდა იყოს. აქ, ოპა. უნდა ხსნახა. სიხნოს. სიხნოს. Ana moarus. შენი დედა ვატირეა. სადააგდო ფოკიმ და ხე გავხვრიტე. ბლინ, ჩემი ბრალი იყო. იქიდან ააგდო. დავაჭედე, მაგრამ რა დავაჭედე. ბლინ. აი
გადავხერხელ ამისა ხეჭი. ყველა საფანტი ხეს მოხდა. ნაბულზე დადგა ძალიან ისე 2-3 წამი, 3 წამი დადგა. ის გნაჯდომია იქ. კნახ, აკა. აკნახ. ოდია. აიჩტომია. ისე შარ გამიკუტება ეს ადგილი. უნდა იჯდეს ზუსტად ეს გადამის. შორს არიან ბიჭო აქეთ. შორს არიან. აუჩ. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს გამოვიდი იღზე სანადიროთ მეგობრებთან ერთად. შესვლის დროს ძალიან დიდი გუნდი ადგა. 100 ცალიანი. ვცდილობთ რომ ახლოს მისულიყავით, მაგრამ ვერ მივიპარეთ. ძირითადად ყველა ხარაზული იყო და დიდი იხვია. ეს როლი რავი შორიდან 5-2 ნომრები 3-4 გასროლა, მაგრამ აზრი არ ქონდა 80 მეტრამდე იყო მანძილი შევა მეტიც. არც ერთი არ ჩამოვარდა იმ გუნდიდან. წვიმიანი ამინდია კარიერა და შევალ დავდგებით ტიტულებსაც დავყვით და დაველოდებით საღამოს გადაფრენას. ესეთი ხვინა იმოძრავოს. ესეთი ჩვენი დღეა. სმუტე ხტაიგა. იასე. ჩემს მარჯვენა მხარეს არის ფიტულები დაყრილი, მაგრამ მაინც ძირითადად ეხო დღეს დააწვება. ეს არის ყურადღების მისაპყრობად. მედია დღეს დიდი წვიმარი იქნება. ცოტა ნადირობა მაინც შეგვარგოს დღეს. ამინდმა. ჩემი მეგობრები უფრო ტყის მხარეს ზიან. მოკლედ წვიმა არ გადაღებულა. წვიმს და წვიმს უკვე 9 საათზე მეტია. არც აპირებს წვიმა რო გადაიღოს ეს ჩანს. ჩვენ მაინც არ გვეშინია და არც წვიმის არც ქარის, თავარია მოვიდეს იხვი.
მაღალადეს ბიჭი მაგაცი მონადირეები იყვნენ და აყენეს ელექტრომანოგი მას მართლა არ მოვეღოდე მაგისგან და უყენეს ელექტრომანოგი დავით ეს რა გაგვიკეთეს ეს რა გაგვიკეთეს რა გაგვიკეთეს მეთქი გასო მანოგი დაგვიყენეს წინ გელენა ჩაი ჯონგონი ჩვენი ნადირობა ეკი არ არის გამოსწორება ამ ქვეყანაზე არ არის დაადგინეთ ჩვენ წინ ერთი 70 მეტრში და ჩართეს ელექტრომანოგი ყველასთვის აკრძალულია მაგრამ აგენისთვის დაშვებულია მე კიდე აგზივარ აგეთახილოდები იყოს მედია მოიტყუებ ჩემს სასუნე მანოგით მედია ფიტულებიც კი დავალაგე მაგრამ ნახოთ რა იქნება ეს მასრობას როკი გამოუშვი ნახა ხო როკი რა ბუმბული აყარა ბიჭო იხმა ეხა დაეცა ბუმბული შე Блин, дамичта. Кай садкема მერე სოლის. Блин, როგორ გავატარია. Кайя.
ესეც ჩვენი მონადირებული უშინდელი ხარაზული მამალი. ჩვენს ხარეს შემოვიდა ეს ერთი ვიხიდა, რომელიც ავიყვანე სუფთად. მეგობარმაც ისრული, მაგრამ აცილა. კი არ გვისრია ჩვენ. შვენიერი იხვია, მაგრამ ტანაც შედარებით უფრო პატარაა. 1 კილომდე იყო წონაში, 1 კილო და 20 თუ 50 გრამი. როგორც ჩანს 10 კილობრივია და ჯერ კიდე ახალგაზრდა. ნახოთ გავწმინდავთ. მსუქანია და როგორ გაზინა მაქსიმუმ ეს 6 ნომერი გესროლა. რავი რაღაც არ გავს ეს ადგილობრივს, იმიტომ რომ ფეხები კარგად თუ დავაგვირდი გაცილებით უფრო წითელი აქვს. და რა ისეთი ღია როგორც აქ ჩვენი ხვებს. ტანადაც უფრო პატარაა. ახლა სუსტი არ არის, მაგრამ ისეთი მსუკანი არ არის როგორც ჩვენი ადგილობრივი. ესე მოხდა გვერდიდან და ალბათ მოხდა კიდე თავში, ან კისერში, იმიტომ რომ 2 საფანტი 6 ნომერი არ ამგონია რომ გააჩერებ და ახლა იყოს. იგრები ჩამოვარდა რომ ესროლე. რა ვიცი, კისერში მართლა რა ამას მონახვედრი გავტრუსე აქ 2 ნახრეტია. ერთი გვერდი და ერთი კერჩი ზემოთ ხარეს. ამ ორმა საფადმა თუ გააჩერა ეს იხვი, მალადეც. ეს ყოფილა მაგარი ვაზნა. თან ბიური ესრულებზე 14 გრამიანი. 3 ჭრილიანი ჩოგიდა. ხა ძაღლი რო არ ყოფილიყო, მე მაგას ვერ მოვზებნით, ისედაც გზი იყო ჩავარდნილი იხვი. მოგვით აბა დროებით თქვენს ასევე ყველას გისურვებთ შედეგიან გასვლებს. აბა მომავალ შეხვედრამდე.